მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია და თქვენ უყურებთ გადაცემა ავტორბოლას. წარმოგიდგენთ პირველ სრულყოფილ ელექტრომობილს Tesla Model S. ნაბიჯი მომავალში. ეს პირველი ელექტრომობილია, რომელიც ერთი წვეთის აწვევის გარეშე დადის. ელონ მასკი. ეს არის ადამიანი, ვინც ეს ავტომობილი შექმნა. ის გახლავთ ახალგაზრდა მილიარდერი. 90-იან წლებში მან ინტერნეტ კომპანია შექმნა. შემდეგ დააარსა ფირმა PayPal, რომელიც $9 მილიარდ გაყიდა. შემდეგ იყო კოსმოსური ხომალდებით დაინტერესება. აგრეთვე ინტერესით აკვირდებოდა და იგონებდა მზის ელემენტებს. შემდეგ უკვე საქმე მიდგა ავტომობილებზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველასგან განსხვავებული და მთელ მსოფლიოს მასზე უნდა ელაპარაკა. ავტომობილის სახელი ნიკოლა ტესლა საპატივცემულოდ დაერქვა და სწორედ ასე შეიქმნა Tesla Motors-ი. ეს კომპანია მხოლოდ ელექტრომობილებს უშვებს და დევიზი ასეთია: არავითარი გამონაბოლქვი და არავითარი მაყუჩი. მათი ოცნებაც სწორედ ეს არის, რომ უახლოეს მომავალში ყველა მანქანამ საწვავის გარეშე იმოძრაოს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ელექტროძრავი არა მხოლოდ სუფთაა, არამედ სწრაფიც და ამას მთელ მსოფლიოს უმტკიცებენ. პირველი ავტომობილი ლოტუსის ბაზაზე შეიქმნა, რაც არანაკლებ მოთხოვნადი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია სპორტკარი საწვავის გარეშე. და ახლა უკვე საოჯახო სედანი Tesla Model S-ი. ავტომობილის კარკასი მთლიანად ალუმინისგან არის შექმნილი. ავტომობილის შექმნასთან ერთად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე აყვანილი. აქვე გეტყვით, რომ მთელი ქარხნის ფართობი თითქმის 95 სტადიონის ხელაა. ესე იგი, როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით ავტომობილს, სახელურები თვითონ იღება. ანუ რას ნიშნავს ეს? გათვლილია აეროდინამიკაზეც. კარი იღება ძალიან სუბუქად, მარტივად, არ გვაქვს ჩარჩო და ახლა კი მინდა გაჩვენოთ აი ეს საოცარი გასაღები, რაზეც უკვე ლეგენდები დადის. ეს არის Tesla-ს დაპატარავებული ავტომობილი. აი ამ გასაღებმა მე გამახსენა ერთი ლეგენდარული ფილმი, სადაც ჯეკ ნიკოლსონი თამაშობს და იქ მანდილოსნებს თოჯი ნაყავთ, რაღაც დაჭერილი მახათებს უყრიან და შემდეგ ტკივა ყველა ადგილი, სადაც ის მახათი გაეყრება იმ თოჯინას და რატო? ზუსტად ისეთივე მგრძნობიარეა ეს გასაღები. და რაში მდგომარეობს? ესე იგი, მე როდესაც მის კაპოტს დავაწვევი ორჯერ, გაიღება კაპოტი. მე როდესაც დავაწვევი მის საბარგულს, ორჯერ გაიღება საბარგული. აგრეთვე ერთი დაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ კიდევაც საბარგული. შემდეგ ისევ ორი დაჭერით დაიკეტება. ხოლო როდესაც ავტომობილის სახურავს ვაწვევით, ავტომობილი იკეტება და ავტომობილი იხსნება. უკანა ხედვის კამერაზეც გეტყვით, აი რამხელა მონიტორია შუაზე გაყოფილი და ჩვენ რო ზუსტად შევიდეთ ავტოფარეხში, ამას გვეუბნება აი ეს უკვე უკანა კამერა. ნუ ჩვენ მილიმეტრების დონეზე შეგვიძლია მივაყენოთ უკვე ეს ავტომობილი. დავეთით. მინდა გითხრათ, რომ წოლიარე პოლიციელებზე ცოტა ხისტად გადადის. ნუ რა თქმა უნდა, რეჟიმები გვაქვს როგორც სპორტული, აგრეთვე კომფორტული რეჟიმი და ამ შემთხვევაში კომფორტით მოძრაობთ და მაინც უფრო რბილად გადავდივართ. მხოლოდ გვესმის საბურავების ხმა. აი ეს მომენტი არა გვაქვს, რომ აბა გაზ მიადგი ბრატ, ერთი როგორი ხმა აქვს. ამას ვერავინ ვერ გეტყვით. აქ მხოლოდ ჩუმად შეგიძლიათ იმოძრაოთ. ახლა წამოვიდა ესეთი ტენდენცია, რომ რატომღაც ყველას გვიყვარს მაყუჩის ხმა. და ერთმანეთს ადარებენ, აი აუდუს უფრო დიდი ხმა აქვს, AMG-ს თუ მაგალითად M-პაკეტს. ადრე იყო პირიქით. რაც უფრო ჩუმი იყო თქვენი ავტომობილი, რატომღაც უფრო ამაყობდნენ. და რას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაგალითად ისიც იყო საამაყო, რომ აი მაგალითად Mercedes მე გამიგია ხშირად, რომ აი კაპოტს ავხდი, ძრავზე დავდებ მაგალითად ხურდას და ავტომობილი ისე დაიქოქება, რომ ეს ხურდა არც წაიქცევა. ანუ ისე ჩუმად ფაქტობრივად საათივით მუშაობს ძრავი, რაზეც იტყოდნენ. ახლა პირიქით, რაც უფრო ძრავი ქანაობს და რაც უფრო დიდი ხმა, უფრო მოდაში შემოვიდა. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მოძრაობ ყველაზე ჩუმი და ყველაზე წყნარი ავტომობილი. ცოტა შორის ყველაზე კომფორტულითაც მინდა გითხრათ.
ტესტებში მე რასაც უყურებდი, ძალიან ბევრ რამეს უწუნებენ ამ ავტომობილს. ნუ რაღაც თქვა კარის მასალას, არის ავტომობილები, რომელიც ყავით არ არის შეკერილი და არის ჩვეულებრივი პლასტიკატის სახურავი, არის ავტომობილები მაგალითად ჩვეულებრივი მასალით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის მასალები. ანუ ტყავის ტორპედო, ტყავის საჭე, რომელიც აი შესაძლებლად ძალიან კარგია და აი ესეთი ლამაზი და კომფორტული ალკანტარა. უბრალოდ მე მიკვირს რომ ესეთი ცოტა სათავსოები რატო გააკეთეს. ვითომ ცოტა სათავსოებს ეს დიდი მონიტორი გვიცვლის? ამით ალბათ არა. რაც უფრო ვაკვირდები, უფრო მგონია რომ Mercedes-ში ვზივარ. რატო არ ვიცი. ალბათ აი ეს მაჩვენების ალბათ ეს სიჩქარის გადამფრთველი ბერკეტი. მაგრამ ეცაღან ვახსენე, აქ ჩვენ სიჩქარის ყოლოფი არ გვაქვს. მხოლოდ არის ეს ბერკეტი და რატო? იმიტომ რომ უბრალოდ წინსვლა და უკანასვლა დაარეგულიროს ავტომობილმა და პარკინგი, რომელსაც გვერდიდან მივაჭერთ. ანუ რას ნიშნავს D და რას ნიშნავს drive? ეს არის აი უხეშად რო ვთქვა ტროლეიბუსი რა, რა დონეზეც მიაჭერ დგას, იმ დონეზე მიდის ავტომობილი. რაც შეეხება წყოლის სავარძელს. პირველ რიგში გეტყვით სათავსოებზე. აი აქ გამიკვირდა რომ არ გვაქვს სათავსო. ხელის მოსაკიდიც რაღაც უჩვეულოა. ხელთათმანების ყუთს რაც შეეხება გვაქვს აი აქ და ნუ ისე არ იქნება რომ ყველა ესეთ ავტომობილში, მით უმეტეს ყველა ტესლაში ხდება წიგნი, რომელთაც შეგვიძლია უბრალოდ ვიხელმძღვანელოთ. სათავსოებზე გითხარით და აი ძალიან სიმცირეა. აი აქ გვაქვს უბრალოდ ესეთი დიდი თარო, ასე ვთქვათ, მაგრამ რისი დადება შეიძლება ვერ გეტყვით. ახლა ბოთლს დადებ, იგორავებს, ტელეფონს დადებ, ისიც იცურავებს. ანუ ვერ მივხვდი. აი აქ გვაქვს ხელის დასადები, მაგრამ ნახეთ დამალულია ჭიქების ჩასაწყობი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი აქ რო ჭიქა იდოს, როგორ უნდა ვიარო საჭესთან ამ მანქანით. ანუ ხელი მე რო ძალიან ესე მეჭიროს, უკვე ძალიან დისკომფორტია. ამიტომ ჯობია ეს წინ გავწიოთ და უბრალოდ არაფერი არ ჩავაწყოთ ამ ჭიქების ჩასაწყობში. ახლა გეტყვით საჭეზე, ხო? გასაღები კი გვაქვს აი ესეთი პატარა მანქანა, მაგრამ ეს ჩვენ არ გვჭირდება, რადგან არც ღილაკი გვაქვს დასაქოქი და არც სადმე უნდა გაურჭოთ ეს გასაღები. ჩვენ ქოქავთ როგორ? ვაწვევით უბრალოდ მუხრუს, ვაწვევით დაახლოებით 2-3 წამი და ავტომობილი დაქოქილია. შემდეგ გადავთავთ დრაივზე და შემდეგ შეგვიძლია უბრალოდ წავიდეთ. საჭეს რაც შეეხება დიამეტრი, რადიუსი საკმაოდ კარგია, ხელში კარგად ზის. ნუ ეხლა დიზაინში T ეს არის ლოგო, რამდენად მომწონს თქო ვერ გეტყვით, ეს გემოვნების ამბავია. აი ეს ბერკეტი სიჩქარის, რომელიც კოლოფთან გვაკავშირებს, არის Mercedes-ისგან გადმოღებული. ესეც და აი ეს ორი ცალი შუშის აწმენდები და აგრეთვე ფარი განათება. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ღილაკი არ გვაქვს ამ ავტომობილში. მხოლოდ ფანჯრის ასაწევები და აი აქ საჭეზე განთავსებული. მარცხენა მხარით ვამოძრავებთ მხოლოდ აუდიო სისტემას, მარჯვენა მხარით მხოლოდ ხმოვან სიგნალებს. მაჩვენებელთა დაფაზეთ ზუსტად იგივენაირად არის გამოტანილი. მარცხენა მხარეს აუდიო სისტემა, მარჯვენა მხარეს ხმოვანი სიგნალები. ყველაფერი ამ ავტომობილში იმართება აი ამ დიდი უზარმაზარი მონიტორით. ხარისხზეც გეტყვით, ტყავი რა თქმა უნდა მომწონს, ტყავით არის შეკერილი საჭე, ტორპედოც ტყავით არის შეკერილი. სავარძლებში გვაქვს ალკანტარის ჩანართები და აი ეს ზევითაც ძალიან კომფორტული და აი ხელის შეგრძნებაზე ხვდებით, რომ ეს არის ნამდვილად დიდრული ავტომობილი. მონიტორი ვახსენე და აქვე გეტყვით, რომ ეს ავტომობილი ყოველთვის ეძებს ინტერნეტს, Wi-Fi სულ ჩართულია, სადაც კი იპოვის, თვითონ აკეთებს განახლებას, ანუ ახალ ფუნქციებს წერს. და რას მინდა ხაზი გავუსვა? ახლა დატენილია ეს ავტომობილი სრულად და მინდა გითხრათ, რომ ერთ დატენვაზე გავივლით 483 კილომეტრს. და მაინც თვალნათლივ რო იყოს აი ესეთი განათება, მინდა გაჩვენოთ, როგორ მოქმედებს ეს ავტომობილი, როდესაც ჩვენ აქსელერატორს, ანუ გაზის პედალს მივაჭერთ ფეხს. ზუსტად აი ესეთი სტილით, მაგალითად, თუ ჩვენ ავტომობილი დატენილია და ოდნავ გვაქვს მიჭერილი ფეხი გაზზე, აი ესეთი შუქია. მაგრად მივაჭერთ აქსელერატორს, შუქი მოიმატებს. ანუ დაახლოებით მიხვდით, ხო? ადგილიდან სტარტიც მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ სპორტკარზე უფრო სწრაფია ეს ავტომობილი. ყველა ავტომობილს ასწრებს და დაახლოებით 4 წამში შეუძლია 0-დან 100-მდე აჩქარდეს.
ამ ავტომობილში ყველაფერი არის რაღაც სხვანაირი და უჩვეულო. აი საბურავების წნევაც კი. როგორც გავიგე, როგორც მითხრეს, დაახლოებით, 3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს საბურავში წნევა. ვიცი, ალბათ ეს ელექტრო და ელემენტებზე მოქმედებს, ალბათ ძრავის სიმძლავრიდან გამომდინარეთ. და ეს ელექტრო ძრავი მინდა გითხრათ, რომელიც ჩქარდება დაახლოებით 4 წამში. ყველაზე კარგ ვარიანტში 3.8 წამი, ეს არის სუპერ და სპორტკარების აჩქარება 0-დან 100-მდე. 0-დან 100-მდე დღეს თბილისში თქვენ ამ ავტომობილზე ვერავინ ვერ გაგასწრებთ. 100-ის შემდეგ 100, 120, 130 რომ მივახლოვდება, მერე რა თქმა უნდა გაგასწრებენ. მერე უკვე ბენზინის ძრავი უკვე თავისას შვება, იცით, და ცხენის ძალები მით უმეტეს. საწვავის წვაზე ყველა ავტომობილს ვახსენებ ხოლმე. გრობად გეტყვით ბენზინის მაგივრად რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ეს ავტომობილი. ყოველდღე დატენვა არ ჭირდება. ამასაც მინდა ხაზი გაუსვა და დაახლოებით 30-40 ლარით თქვენ შეგიძლიათ იმოძრავოთ ამ ავტომობილით. თვეში 30-40 ლარი თვეში. ხვდებით ეს რამხელა ეკონომიაა? თავიდან კი შეიძლება ეს ავტომობილი ძვირი ღირდეს. ფასაც გეტყვით დაახლოებით $80,000 ფარგლებში მერყეობს, არის უფრო ძვირიც, $100,000 აინც. ეს არის მოდელ S-ი. არის R-ი, RS-ი, R85, ანუ ეს ძრავების მიხედვით არის კვადრო ვერსიაც, იმას 2 ძრავი აქვს იმ ავტომობილს. ამ შემთხვევაში გვაქვს ერთი ძრავი, წამყვანითვლები არის უკანა. და წინ ფაქტობრივად არაფერი არ არის. ანუ წარმოიდგინეთ ავტომობილი რამდენად მსუბუქია, მთლიანად ალუმინის კორპუსისგან არის ეს ავტომობილი გაკეთებული. წინ ძრავი არ გვაქვს, უკან ძრავი არ გვაქვს, გვაქვს პატარა საზამთროს ხელა ძრავი უკანა საბურავებზე, რომელიც დგას ფაქტიურად და ალუმინის კორპუსი. აქ ძალით არის წონა დამატებული, რომ ავტომობილის ბალანსი კონდეს და რაღაც თანამედროვეობაში მოდიოდეს და იმ უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებდეს. რაც ყველაზე მთავარია დღეს. კრაშ ტესტებში რა თქმა უნდა უმაღლესი სკოლები დაიმსახურა ამ ავტომობილმა. ჩავხედოთ მის საბარგულს. ვაწვევით ღილაკს ორჯერ და საბარგული იღება. ესე იგი, როგორც დიზაინერები გვეუბნებიან, ამ ავტომობილში მოთავსდება 5+2 ადამიანი. ის 2 ადამიანი ალბათ იქნება ბავშვი და იქნება ზურგით სალონისკენ, ანუ სახით აქეთ. აი ეს შეგვიძლია ამოვწიოთ და აი აქ თავსდება უკვე 2 სავარძელი. მოცულობა კი, რა თქმა უნდა, ხედავთ რამხელა. იკეტება, რა თქმა უნდა, ღილაკით, ასევე პულტიდანაც და ეხლა შეგვიძლია ჩავხედოთ ამ ავტომობილის ძრავს. მოდი ჩავხედოთ კაპოტში. ძრავზე გითხარით, მაგრამ ძრავი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. აქაც არის განთავსებული აი ესეთი პატარა საბარგული. ესეთი Tesla-ს პატარა ჩანთა, საჭირო ნივთები მოყვება ამ ავტომობილს და ახლა გეტყვით მის ძრავზე, მაგრამ კაპოტში ძრავი არ გვაქვს. ძრავი არის განლაგებული უკანა საბურავებთან და დაახლოებით რო გითხრათ, რომ მიხვდეთ, არის საზამთროს ზომის, 7-8 კილოიანი საზამთროს ზომის. ელემენტები დაახლოებით აი ესეთია, განლაგებულია ავტომობილში ჰორიზონტალურად, ანუ აწყვია ჩვეულებრივად და მაინც თვალსაჩინო რო იყოს, ის არის დაახლოებით 7,000 ცალი. აი ესეთი ელემენტები ამუშავებს აი ამ ავტომობილს. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჩვეულოა ჩემთვის აი ამ ხელა iPad-თან ერთად მოძრაობა, აი ამ ხელა მონიტორთან ერთად. ვიცი. ახლა ფილმს რა თქმა უნდა არ უყურებ და მანქანა გაგითიშავთ კიდევაც აქ რომ რამე DVD დისკი ან რაღაცა ფილმი ჩართოთ. არც აქ ფუნქცია. ანუ მოძრაობის დროს როგორც სხვა ავტომობილებში ყველაფერი ითიშება. მხოლოდ რჩება რუქა ან ავტომობილის მენიუ თუ ავტომობილს
რა ჭირდება, რამდენს გაგატარებთ, აგრეთვე შეგიძლიათ სავარძლების გათბობა, აი ყველაფერი კონტროლდება, აი ნატურებიც კი კონტროლდება მენიუდან. ქალაქში უფრო ცოტა სწავს, ვიდრე მაგალითად ტრასაზე. და აქვს ერთი მომენტი კიდევ ამ ავტომობილს, რასაც ხაზი მინდა გაუსვა. თუ თქვენ მიდიხართ დაახლოებით 100-120 კმ/სთ სიჩქარით, ავტომობილი გაგატარებთ ზუსტად იმდენს, რამდენიც დატენვის დროს დაგიწერათ. საერთო ჯამში მთლიანად დატენილი აკუმულატორი ახსენეთ წეგან, რომ 483 კმ-ს გაგატარებთ. და შეგიძლიათ დატენოთ 9 საათი, 40 წუთი. მაგ შემთხვევაში რასაც დაგიწერთ, ზუსტად იმდენს გავივლით. ამ შემთხვევაში გვიწერს, რომ გავივლით 225 კმ-ს. არც ერთი წვეთი საწვავი. ამ ავტომობილის შემქმნელების იდეაც სწორედ ეს იყო. მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგია, რომელიც შეერთებული გვაქვს 220 ვოლტში და იტენება აი ასე. ვაწვევით ღილაკს, მიგვაქვს ხუბთან და ის იღება. ავტომობილი გვეუბნება, რომ ეს მზად არის დასატენად და ჩვენ მას ტენით. როდესაც თქვენ დაღმართზე ჩადიხართ, აკუმულატორები იწყებს დატენვას. ესე არის ეს ავტომობილი მოწყობილი. აი მაგალითად თქვენ შეგიძლიათ რაღაც ბოლო კილომეტრებით, რასაც გიწერთ აღვიდეთ, თქვათ თაწმინდაზე და შემდეგ ჩამოსვლის დროს ეს ავტომობილი დაიტენება თავისით. აპირებენ ისეთი ავტომობილის შემუშავებას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ყიდვის დროს დატენით. ანუ რას ნიშნავს ეს? ავტომობილს ერთხელ დატენით და შემდეგ იმოძრავებთ. და მოძრაობის დროს ავტომობილი მერე თვითონ დატენის მისივე აკუმულატორს. დილით გაიღვიძებთ, გახვალთ, იმოძრავებთ, დღის მანძილზე აკუმულატორები დაიტენება. ანუ ღამე აღარ დაგჭირდებათ აი ეს დენში შეერთებაც კი. საით მიდიან, არც ვიცი, თან რა ტემპებით მივდივართ. მეტყობა ეს განპირობებულია თუნდაც ის ბარელის დაცემით, ან ბენზინის სამომავლო გაძვირებით და საერთო ჯამში ალბათ ამოიწურება ეს ყველაფერი როდესაც. და ყველა ავტომობილი 15-20 წელიწადში იქნება ელექტრო. ანუ ყველა ავტომობილი იმოძრავებს საწვავის გარეშე. და მე უკვე დღეს მოძრავებ ამ ავტომობილით, რომელსაც საწვავი საერთოდ არ ჭირდება. მე არც გარემოს ვაბინძურებ ამ შემთხვევაში, ყველაზე ეკონომიურად მოძრავებ. და რა თქმა უნდა, ჯიბესაც ეს ყველაფერი არ ეთყობა. ახლა რუზავიკის მაგრამ ისეთი ისა გვაქვს ჩვენ რეაქტიული ძრავი, რომ პატარა მონაკვეთში თავისუფლად შეგვიძლია გასწრებაზე გავიდეთ. აჰა. რა კარგი დგომა აქვს, ესე იგი მოსახვევში. მსგავსება დიზაინში, ამაზეც მიდიოდა კამათი, ძალიან ბევრი ადამიანი იძახის, რომ ეს ავტომობილი გავს გვერდიდან Jaguars, რაღაცა უკანა მხარე აქვს უფრო Aston Martin-ის. მაგრამ აიც რაღაცა თავისი ხელიც, რა თქმა უნდა, ურევია. აი წინა ცხვირი მაგალითად ყველასგან განსხვავებულია. ეს მართლაც შეიძლება ითქვას, რომ თავიანთი დიზაინია. მოკლედ მე ნამდვილად ვისიამოვნე ამ ავტომობილით და მიხარია, რომ ეს თქვენი თხოვნა შევასრულე, რადგან ძალიან ბევრი იყო მსურველი, რომ ეს ავტომობილი ენახა ჩვენს გადაცემაში. ეს ავტომობილი ბევრი არ დადის, სულ რაღაც 2 ცალია, თეთრი და შავი, ჩვენ ავირჩიეთ შავი. დღევანდელი გადაცემისთვის თქვენ კი შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ზე და გითხრათ თუ რა ავტომობილის ნახვას ისურვებთ. მე დროებით დაგემშვიდობებით ერთი კვირით და შევხვდებით იგივე დროს, იგივე არხზე.